შედეგები, რომელიც სავარაუდოდ ბევრ თქვენგანს გააკვირვებს, ჰარვარდის უნივერსიტეტმა ჩაატარა გამოკითხვა 29 ქვეყანაში, რომელიც ადასტურებს, რომ დასაქმებული დედების შვილები არიან უფრო ბედნიერები, ვიდრე დიასახლისების. კვლევაში 100,000 ადამიანი მონაწილეობდა და შედეგად ასეთი მონაცემები დაიდო. გოგონები, რომლებსაც ყავთ დასაქმებული დედები, უფრო მეტად არიან თავადაც დასაქმებულები, ძირითადად ხელმძღვანელ პოზიციებზე მუშაობენ და გამოიმუშავებენ რამდენიმე ათასით უფრო მეტ წელიწადში, ვიდრე დიასახლისის ქალიშვილები. აღმოჩნდა, რომ დასაქმებული დედების შვილების სახლის საქმეებშიც არიან ყოჩაღები, რადგან კვლევამ აჩვენა, რომ მათ ალაგება, გაუთავებისთვის და ასე შემდეგ 1 საათით ნაკლები სჭირდებათ, ვიდრე თავად დიასახლისებს. რაც შეეხება ბიჭებს, ამ ყველაფერთან ერთად ემატება ისიც, რომ ისინი 50 წუთით უფრო მეტ დროს უთმობენ საკუთარ ოჯახზე ზრუნვას და მენეჯერულ პოზიციებზე მუშაობისას არასოდეს აქცევენ ყურადღებას პოტენციური დასაქმებულის სქესს, ასე ვთქვათ, ანუ მათთვის გენდერული ბალანსი არის კარგი და მთავარი. სტატისტიკის თანახმად დასაქმებულ ქალებს ყავთ 18 წლის ან უფრო პატარა შვილები. და ბოლოს დასაქმებულო დედებო, გეტყოდით, რომ თქვენ შეგიძლიათ იამაყოთ იმით, რომ ხართ დასაქმებული დედები. ეს კვლევა კი ამის საშუალებას ნამდვილად გაძლევთ. ჩვენ გადაწყვეტეთ, რომ ეს ყველაფერი პირადად გვეთქვა იმ დედებისთვის, რომელთაც ცნობილ დედებს შორის დანაშაულის გრძნობა შეიძლება ითქვას ყველაზე მეტად აწუხებთ. ჟურნალისტი დიანა ტრაპაიძეა ჩვენი სტუმარი, 16 წლის ელენეს, 10 წლის ნიკოლოზ და 5 თვის ალექსანდრეს დედა და ასევე მოდელი და პიარის სპეციალისტი ანა კოშაძე, 7 წლის ტასოსა და 9 წლის მაშოს დედა. და გვერდებიან ჩვენი პირველ რიგში დიდი მადლობა მოყვის ასე დილით ბავშვის დატოვება და სტუდიაში ბავშვების დამნაშავე დედის სინდრომი ასე დავარქვით ჩვენი გადაცემის ბოლო ბლოგს, რადგან ისთვის ხალი, როდესაც სამსახურის გამო შვილს საკმარის დროს ვერ უთმობთ. რა არის თქვენი აზრით საკმარისი დრო, რამდენი არის? ხო, არ ვიცი, ყველაფერი ინდივიდუალურია, ზოგადად მე დავიწყებ, ანა, არ მიყვარს ხოლმე ეს კვლევები ბრიტანელი მეცნიერები, ამერიკელი მეცნიერები, არც ერთი სტატისტიკის ნაწილად თავს არ აღვიქვამ. მე მგონი ყველაფერი ძალიან პერსონალურია, იმიტომ რომ ალბათ გინახავთ ქალი, რომელიც სულაც არ არის დასაქმებული, სახლში ზის და შეიძლება სულაც არ იყოს კარგი დედა, ისევე როგორც დასაქმებული ქალი შეიძლება იყოს კარგი დედა და მოკეთ ყველაფერი მაინც ვფიქრობ ამ სამყაროში ინდივიდუალურია და ერთი დაკვირვების შესახებ მინდა გითხრათ, აქ რომ მოვდიოდი, დავფიქრდი, რომ არც ერთ შოუში არ ვიღებ მონაწილეობას, არც ერთ გადაცემაში სხვადასხვა თემებზე არ მიყვარს სიარული და აღმოვაჩინე, რომ ორსულობის დროს რაღაც ორსულ ქალთა კონფერენციაზე ვიყავი, ცოტა ხნის წინ სტეპისთვის ბავშვებთან ერთად ფოტოსესია გადავიღე. ეხლა ამ გადაცემაში, როცა დამირეკა პროდიუსერმა, დავთანხმდი ძალიან ადვილად და ეს რაღაც ცალკე კვლევის შედეგია, მე მგონი ეს არის საგანია, იმიტომ რომ რაღაც კომპლექსი გვაქვს მაინც საქმიან ადამიანებს და გვინდა რომ რაღაც ხო, კარგი დედის იმიჯით წავდგეთ საზოგადოების წინაშე და აი ძალიან თამამად მოვედი. დრო მაინც ვფიქრობ, რომ არის ინდივიდუალური რა ყოფნის ბავშვებს. მაგალითად, დღე მე ვაკლებ მას ყურადღებას, მაგრამ როცა სულ სახლში ვიყავი, ხო იყო, ვთქვათ, დეკრეტული შვებულების დროს, დილის 6 საათზე, როცა ბავშვი იღვიძებდა, დაიძინე ხა რა დროს გაღვიძება იყო, ვეუბნებოდა. ეხლა რომ სულ სამსახურში ვარ, დილის 6 საათზე, როცა თვალებს ახელს ალექსანდრე, მეც ვახელ ვეფერები ვთამაშობ და ამით ვცდილობ იმის კომპენსირებას, რომ დღე მასთან ერთად არა ვარ. ანუ სახლში რომ ვიყო, უფრო გაღიზიანებული ვიქნებოდი ალბათ, აი როგორც მოვხები. კომპენსირება გიწევს. ყველაფერი ამ სამყაროში არის კომპენსი. ორ შაბათს რაღაცას ბავშვს რომ დავაკლებ, შაბათ-კვირას რომ მასთან ვარ, იქ ვუნასღავ და რაღაც ესე ვაწონასწორებ. არ ვიცი, ინდივიდუალურად ვდგები ამ საკითხს. და მოქმედებს თორე ზოგადად ასეთი მონაცემები. მოქმედ სტატისტიკა საინტერესოა რა თქმა უნდა, თუმცა მე მუდმივად მქონდა და მაქვს ხოლმე დანაშაულის შეგრძნება, როცა დიდ დროს არ ვატარებ ბავშვებთან. დიანას ვეთანხმები, ფხიზელი გონებით, ფსიქოლოგსაც კი მივმართე და მანაც ამიხსნა, რომ თავარია როგორ გაატარებ იმ 1 ან 2 საათს ბავშვთან და არა რა დროს გაატარებ და შენ შეიძლება სულად საქმე აკეთო და არ ეურთიერთო და მიექცე ყურადღება. მაგრამ მუდმივად მქონდა ხოლმე დანაშაულის შეგრძნება, რომ მე ძალიან ცოტა დროს ვუთმობ ჩემს შვილებს. ახლა ვიპოვე არაჩვეულებრივი სამსახური, რომელიც მორგებულია ჩემს გრაფიკზე ნახევარგან. ანუ სამსახური ეძებე ამის მიხედვითაც რაღაცა წილი პროცენტული მაინც იყო, ხო? თქოს, კი. და ძალიან დიდი მადლობა კომპანიას, ხაი როგორ ვფიქრობთ, რომ ორივეს კითხებით, იმიტომ რომ მაყურებელი ახლა გვიყურებს, მოგიწვიეთ იმისთვის, რომ საუბრობთ, რომ თქვენ გაქვთ დანაშაულის შეგრძნება, დროს ვერ უთმობთ შვილებს და უცებ აღმოჩნდა, რომ არა, ჩვენ საკმაოდ არა, მაგერ ყვებოდა ადამიანი სამსახური იმის მიხედვით.
ხო. ადამიანმა სამსახური იმის მიხედვით შეარჩია. ერთი წლის განმავლობაში თითქმის ერთი წელია ვარ ამ რეჟიმზე და ჩემი შვილი კივილით ჩამოდის სკოლის ავტობუსიდან და შენ დაგხვდი ეს უხარია და აი რაღაც მემართება ჯერ კიდევ აი ბედნიერებისგან იმ მომენტში ალექსანდრე უკაცრად აი რაღაც მსგავსი ისტორია მაქვს ალექსანდრე რო ჩემსკენ იწევს 5 თვისაა პატარა ჩემო უფროსმა გოგომ ელენემ უთხრა რამდენიმე დღის წინ რომ კაი შვილო შენ დედა შენს ქვეყანაში მაინც არისო ანუ ერთ ქვეყანაში მაინც ხარ შენ და დაეშენიო და გამახსენდა იმედში მუშაობდი მაშინ რეპორტიორობის დრო როცა თვეში არ ვიცი ალბათ 10 ქვეყანაში დავდიოდი სამოგზაურო და მივლინებით რა სამოგზაუროთ ხო მივლინებით საშრომად არ ვიცი ქვეყნები ნანახიც არ მაქვს ისეთი კონდერცი მიცის ჩვენ ერთ რეჟიმში მუშაობდით და აღმოჩნდა რომ ბავშვს აქვს სტრესი იმის გამო რომ ჩვენ ერთ ქვეყანაშიც არ ვიყავით ისე გაიზარდა ელენე და ისე ვინერვიულე რა თქმა უნდა დანაშაულის შეგრძნება სადღაც არის მაგრამ ალბათ ამის გადაფარვის მცდელობაც არის მე მთელი შენი ცხოვრება აი რა როლი იყო ამ დროს შენი დიანასი დედის როდესაც არ იყავდი ფაქტობრივად სახლში არასდროს მოგზაურობდი ნუ მივლინებაში გასაგებია თუმცა ჩვენ ისეთი პროფესია გვაქვს არ ვიცი კიდევ გოდერძის მიმართულებით რომ არა ჩვენ ისეთი პროფესია გვაქვს ეს პროფესია კი ცხოვრების წესია რა ვიცი ჯარია რაღაც სამხედრო ვალდებულება აი სხვანაირი ცხოვრება გვაქვს და ეს პროფესია რო არ მქონდეს ვერ წარმომიდგენია ჩემი თავი რაღაც ნაწილობრივი ვიქნები და ასეთი დედა რა ვიცი უნდა ჩემ ბავშვებს არ არსებობს ბავშვებს არ სიამოვნებდეთ მოწონდეთ თუნდაც დიანასნაირი წარმატებული აი სწორედ ამას ადასტურებს ეს კვლევაც ხომ რომ რეალურად დასაქმებული ადამიანების დედების შვილები არიან ხშირ შემთხვევაში უფრო წარმატებულები ასე არის ამას ადასტურებს კვლევაც და დანაშაულის მე მაგათაც დიასახლისის შვილი ვარ და სულ არ ვთვლი რომ ამის გამო რაღაც მიზნები არ მქონდა ცხოვრებაში თქვი რომ შეარჩიე გრაფიკის მიხედვით სამსახური იმისთვის რომ დაგეთმო უფრო მეტი დრო შვილებისთვის ხომ არ ფიქრობ რომ ეს იყო უკვე რაღაცა მსხვერპლშეწირვა შენი მხრიდან რომ რაღაცა არანაირად ჩემი არჩევანი იყო ეს არ იყო ის მომენტი რომ აი ბავშვებს უნდათ და იძულებული გავხდი მხოლოდ და მხოლოდ ჩემი არჩევანი იყო თუმცა ვიზიარებ კიდევ ერთხელ იმ აზრს რომ თავარია როგორ გაატარებ 1 საათს დღეში 1 საათს შენ შვილებთან და არა რა დროს გაატარებ აი როგორ ატარებ რომ მოგვიყვა ის თუნდაც 1 საათს რომ იცი მაყურებელსაც რჩევები რომლებიც ახლა ნერვიულობენ და ფიქრობენ რომ ვერ უთმობენ საკმარის დროს რჩევები ცოტა ხმამაღალი თქვა იმიტომ რომ მე არ მგონია რომ ესეთი იდეალური დედა ვარ რომ შემეძლოს რჩევების მიცემა მაგრამ მგონია რომ ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვებისთვის ურთიერთობა და საუბარი თავარია ეს ძალიან კარგია ასევე თამაში მაგრამ მე მიჭირს თამაში აი მიჭირს ხოლმე რომ დავუჯდე და ვეთამაშო მირჩევნია ველაპარაკო სადღაც წავიყვანო გზაში როცა არ ახართ სახში ვინ ეთამაშება და ვინ ელაპარაკება ბავშვებს ამ დროს აი შაბათ-კვირას ვინას გაუღრებოდი ან ამთქვა და მთელი კვირა ვისთან კონტაქტობენ? ჩემები ამჟამად მხოლოდ სკოლაში არიან. დანარჩენი უკვე მე ვარ. თუ არა მამას ვუტოვებ თუ სადმე მივდივარ ან ბებოს. თქვენ შემთხვევაში? ჩემ შემთხვევაში სახლში არის ძიძა, დღის პირველ ნახევარში არის ნიკოლოზი 10 წლის, რომელიც ასევე ეთამაშება და არა, ძიძა და ნიკოლო, რა თქმა უნდა. შემდეგ მოდის ელენე და ის არის, ანუ რაღაც ოჯახის წევრი, ძიძაც რაღაც შინაურია უკვე ოჯახში ხდება ხოლმე და სრული ნდობა მაქვს მართლა, მაგრამ აი კიდე ოჯახის წევრიც, მისი და-ძმა, სულ არის ხოლმე, მე ჯონი მოდის, რომელიც მართლა შემიძლია ვთქვა, ჩემი მეუღლე არის იდეალური мама, მაგხრივ, მე მაგალითად იდეალური ვარ, თავფან დავრეცხავ, რაღაცა სადილს გავამზადებ, ვუყიდი, ასე შემდეგ და აი ეთამაშება, მეც რაღაცა ეს ეთამაშება და მუდმივ კომუნიკაციაში мама უფრო ახერხებს. ანუ გავიგეთ ვინ არის დედა, როცა დედა სახლში არ არის. ძიძა და мама. ძიძა, мама, ნიკოლოზი, ელენე, რა ვიცი. ელენე არის უკვე 16 წლის საკმაოდ დიდი გოგო და შენ აღნიშნე რომ ალექსანდრას ეუბნება ხოლმე რომ თბილისში და საქართველოში ქვეყანაში მაინცხარ ხალხო, რა გიქნე, ჩემ დროზე ეგეც არის ხოლმე. ელენე არა, არ საყვედურობს, არ ვიცი, აი თუ მინდა რომ რაღაც ალექსანდრე რაღაც დოზით უთხრა, აი ეხა ცოტა ხანი შენ გაართებ მე რაღაცას ვიზამ, მაშინ იწყებს რომ რა ვიცი, შემითანხმეთ ამ ბავშვის გაჩენა და მე რაღაცა ესეთი პრეტენზიები აქვს. აი, მაინტერესებს, აი წინა პირველი დიდები უკვე, მაშინაც დაკავებული იყავი, მუშაობდი, მათაც ნაკლებ დროს უთმობდი. აი გაზრდასთან ერთად, აი რამე იქონია, აი მათზე გავლენა, რომ დედა სახლში არასოდეს არ იყო თითქმის.
ბავშვებზე? ბავშვებზე. დააკლდათ რამე ამით, აი დააკელი რა. ალბათ, არ ვიცი, აი რაღაც, აი ელენემ ეს თქვა მეთქი, იმიტომ მოვიყვანე, როგორ ჩანს, რაღაცები მაინც აკლდებოდა ამ ბავშვებს. თუმცა არ გსაყვედურებდა ხო როგორც თავად. არ ვიცი, აი სანდროსთან მიმართებაში მე მგონი ვახერხებ ყველაზე კარგად რომ კარგი დედა ვიყო შედარებით, იმიტომ რომ დანაშაულის შეგრძნებაც უფრო მეტი სწორედ სანდროსთან მიმართებაში მაქვს და სულ რაღაც მეტი კომუნიკაცია მაქვს. სხვანაირი დედა აღმოჩნდი, ყველაფერს ვკითხულობ, ყველა წამლის დასახელება ვიცი, ქუჩაში ბავშვებიან, ხალხს ვაჩერებდა თქვენი შვილი რამხელა რომ ვადარებ სანდრო. აი რაღაცა სიბერიშვილი დავარქვი, სხვა გრძნობებით ვზრდი სანდროს, არავინ არ ეჭვიანობს არაფერი შეცვლა და ჩვენ ხედავთ საქმის წესი, ცხოვრების წესი ეგეთი. დიანა, როდესაც აღნიშნე რომ თქვენი სფეროდან ვარ და ასე შემდეგ და კოლეგები ვართ, მე მახსოვს ჩვენ 2 წელი მუშაობდით ერთად და შენ იყავი ადამიანი, რომელსაც უყურებთ ხოლმე სულ ესე პირდაღებულები, რომ სულ ენერგიაზე, სულ ჩართული სამსახურში. ამ დროს როცა არ ხართ შულთან, რა ხდება აი აქვს? როგორ აახერხებთ იმას, რომ სამსახურზე იყოთ მთლიანად გადმართულები? იცით რა, მე მაქვს ერთი ასეთი თვისება. როდესაც ეს პროფესია, ხო იცი როგორია, გოდერძი, ჩემი ის არის მოკავშირე ამ ფაქტორი ერთად რა ბევრ მივლინებაში ყოფილვარ და ასე შემდეგ და აი როცა გიჟივით მუშაობ, ამ დროს რა მაინც კარგდედათ თვლი თავს, მაგრამ ამ დროს გამორთული მაგ და გადართული ვარ სამსახურში. ისიც რაღაც შვილივით არის ჩემი. როცა იქ იკლებს ექშენი, ასე ვთქვათ და არაფერი ისეთი საინტერესო აღარ ხდება, მე მახსენდება ვაიმე შვილები და რაღაც სიგიჟე მემართება, აი ეს რაღაცა ესეთი კომპენსაცია მთელი ცხოვრება სულ რაღაცების. ძალიან დიდი მადლობა. სამწუხაროდ დავასრულოთ. შეიძლება ვთქვათ ის, რომ თავარი არ არის დროის რაოდენობა, თავარი არის რომ გავატაროთ ხარისხიანი დრო შვილებთან ერთად, როგორც ანამ აღნიშნა და დავუთმოთ მათ ის პერიოდი, რაც მათ ჭირდებათ, ურთიერთობა, თამაში და ასე და შემდეგ. უცილებლად დავამატოთ, რომ იმ კვლევაში ალბათ ასეთი საინტერესო რესპონდენტები გამოკითხეს. არა მგონია. ასეთი საინტერესო რესპონდენტები. თავარია კარგად გავანაწილოთ და გულიანად ვაკეთოთ ყველაფერი, რასაც ვაკეთებ და არც ერთი სტატისტიკის წევრად არ მიმაჩნია ჩემი თავი და ობიექტათო. დიანა ტრაბაიძე, ანა გოშაძე იყვნენ ჩვენი სტუმრები, ასეთი იყო 23 ივლისის დილა, მე და გოდერძი გემშვიდობებით, გიტოვებთ მუცას და ქრონიკას. მადლობა რომ